იმამ ზამანის სახელობის ფონდმა ხილასმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს $7,000 ღირებულების Ford Fusion-ის მარკის ავტომობილი გადასცა. ამ ინიციატივის მთავარი მიზანია ოჯახის სიღარიბიდან გამოყვანა და შემოსავლის მდგრადი წყაროს მიწოდება. ეს იმამ ზამანის დაბადების დღეა. ყველა მუსლიმს ვლოცავ ამ დღეს. დღეს ასევე საქველმოქმედო ფონდმა ხილასმა სოფელ ყიზილაჯლოში ერთ-ერთ შეჭირვებულ ოჯახს ავტომობილი გადასცა. იმედი გვაქვს, ამით ოჯახი შეძლებს, რომ თავი ირჩინოს. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. ფონდში აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთ-ერთი წევრი შემოწირული მანქანით ტაქსის მძღოლად დაიწყებს მუშაობას. ფონდმა ხილასმა მეორე მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობა განახორციელა. ფონდი ამჯერადაც ერთ ოჯახს დაეხმარა. მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზატორს. ეს საქმე, რა თქმა უნდა, ძალიან ღირებულია. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის აპრილში დაარსებული ფონდი ხილასის საქმიანობის დღიდან აქტიურად მუშაობს სოციალურად დაუცველი ოჯახების დასაქმებისა და შემოსავლის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით. რამდენიმე თვის წინ კი ფონდმა კიდევ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს $12,500 ღირებულების 3 მსხვილფეხა და 3 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი გადასცა. დღეს იმამ ზამანის დაბადების დღეა და მუსლიმებს ვლოცავ ამ დღეს. საქველმოქმედო ფონდი ხილასი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. მისი წევრები აქამდე ერთ ოჯახს დაეხმარნენ და საქონელი გადასცეს. ცხადია, მანამდე ჩვენ გავესაუბრეთ ოჯახს, თუ რა იქნებოდა მათთვის უფრო ღირებული, რომ მათ სათანადოდ შეძლონ თავიანთი თავის რჩენა. ახლა ფონდის წევრები კი სხვა ოჯახს დაეხმარნენ ავტომობილით. რა თქმა უნდა, ესეც შეთანხმებით მოხდა ოჯახთან. მადლობა ყველა ორგანიზატორს. ფონდის წევრები ცდილობენ ოჯახებს გრძელვადიანი მხარდაჭერა გაუწიონ. ფონდს ამ ეტაპისთვის უკვე 200-მდე წევრი ჰყავს. მსურველებს შეუძლიათ გაწევრიანდნენ და თავიანთი წვლილი შეიტანონ ოჯახების მხარდაჭერაში. გასაწევრიანებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერს 568 00 00 90.